ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სანდრა რულოვსი მოსახლეობასთან აქტიურ საარჩევნო კამპანიას იწყებს. საინფორმაციო შეხვედრა გამართა დღეს კანდიდატმა სოფელ ურთაში, სადაც ადგილობრივებს სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები გააცნო. პენსიის მომატება, შეჩერებული სოციალური დახმარების აღდგენა, ჯანდაცვის პაკეტში უფასო მედიკამენტების შეყვანა და ინფრასტრუქტურული პროექტები. ეს ის ძირითადი დაპირებებია, რასაც კანდიდატის თქმით გამარჯვების შემთხვევაში აუცილებლად შეასრულებს. ჩვენ დავიწყეთ ახლა აი უფრო პატარ ფორმატში ხალხთან შეხვედრა, ეს არის უფრო სასარგებლო, რომ ზუსტად პრობლემები გავიგოთ და არის ისე უმუშევრობა, ძირითადი პრობლემა, ასევე სოციალური დახმარების მოხსნილი მდგომარეობა და სამლები რო ძვირია და ჩვენ ვუპირდებით, რომ სამლები შევა აუცილებლად სახოველთაო ჯანდაცვის პაკეტში სამომავლოდ. ასევე პენსია არ ყოფნის, რა თქმა უნდა, აქ გზის პრობლემაც არის, გაზის პრობლემაც არის, აი ესეთი ბაზური ინფრასტრუქტურული პრობლემები და ჩვენ ამას ყველაფერს მივხედავთ, ესე იგი, თავრობის შემოსვლის თარიღიდანვე. იმიტომ რომ მე მგონი ეს არის ჩვეულებრივი ვალდებულება, აი გაზი, წყალი, ნორმალური ტარიფები და გზა, რომ ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის და ხარისხიანი და არ უნდა აღიქვა როგორც საჩუქარი დღევანდელი თავრობის, რომ რაღაცა გაზი გაგვიკეთეს ან გზა გაგვიკეთეს. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, ეს არის ვალდებულება. ურთაში შეხვედრაზე სანდრა რულოვსმა ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატიც წარადგინა. პარტიის სახელით გამგებლობისთვის სოფელ ორსანტიის მაჟორიტარი დეპუტატი ბესი გაბუნია იბრძოლებს. მე მოსახლეობას ვპირდები, რომ აუცილებლად გავაკეთებ იმ საქმეებს, რომელიც შეჩერებული იყო წლების განმავლობაში. მე გვპირდებით. ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტები, ეს არის გზების მშენებლობები, ეს არის გაზის შეყვანა, რომელიც ადრე უნდა დასრულდეს 2014 წლისთვის უნდა დასრულებულიყო ის სხვადასხვა პროექტები, რომელიც ამ ხელისუფლებამ შეაჩერა. სანდრა რულოვსმა დღეს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები რამდენიმე სოფელში გამართა. ურთიდან მაჟორიტარობის კანდიდატი მხარდამჭერებთან ერთად სოფელ ჩხორიაში წავიდა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებმა სანდრა რულოვს არსებული პრობლემები გააცნეს. ამომრჩევლები ამბობენ, რომ ნაციონალური მოძრაობა შეჩერებულ პროექტებს გააგრძელებს და ხალხის საკეთილდღეოდ იმუშავებს. საქმის გაკეთილები არიან ეს მიზეზი. იყო შეცდომები, მაგრამ ის წარსული არის. შეცდომების თუ არაფერს არ აკეთებ, მაგრამ შეცდომა აღარ მოგივა. ამისგან აი 4 წელიწადის პაუზა, ეს დაპაუზებული წესი ესენი გაასწორებენ და ამოქმედებენ ყველაფერს, რაც საცეცხლო მნიშვნელობის არის. ეს იქნება გზების, სოფლის, ქალაქის, ნაზიკის აშენება, პორტის აშენება, ყველაფერს გაკეთებენ ეს ბიჭები. მეუბნები ჯერა მეთქი ამათი. და უკეთესობისგან იქნება ყველაფერი და გაგვიძებენ ქართულ სულს და ქართულ გულს. ქართულ კაცს მისცემენ იმედს მომავლის ცხოვრებისადმი. სანდრა რულოვსი დღესვე სოფელ რიყისა და რუხის მოსახლეობასაც შეხვდა. რიყეში სანდრა რულოვსმა პატივი მიაგო 2008 წლის ომის დროს დაღუპული კაპრალის დავით ჯიქიას ხსოვნას და მისი საფლავი ყვავილებით შეამკო. ამის შემდეგ მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივებს სამომავლო გეგმები გააცნო. ადგილობრივებმა სანდრა რულოვს მათთვის საინტერესო და საჭირბოროტო საკითხებზე შეკითხვები დაუსვეს. სანდრა რულოვსმა რუხში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ რუხის ციხე დაათვალიერა და განაცხადა, რომ ეს ციხესიმაგრე იქნება ისეთი კომპლექსი, როგორიც რაბათის ციხეა. აქ მეორე რაბათის ციხესიმაგრე იქნება, თუ არა უფრო ლამაზად კიდე. ეს არის მე-17 საუკუნის ძალიან ცნობილი ადგილი, გამარჯვების სიმბოლო, ქართველების და აფხაზის გაერთიანებული ბრძოლა და ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია, აი როგორც ანაკლიის პორტი, როგორც ძალიან ბევრი სხვა ტურისტული ან ეკონომიური პოტენციალის მქონე პროექტების გაგრძელება და მე არა მარტო გაჭირვებას და პროექტების გამოსწორებას ვხედავ, არამედ აი ახალი პროექტები და ახალი პოტენციალი სამეგრელოსთვის. შეხვედრებიდან სანდრა რულოვსი ოვაციებითა და შეძახილებით გააცილეს. ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს ინტენსიურად განაგრძობს.